საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს შოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა ახალი წლის დღეების ღონისძიება. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ასევე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. საღამო დასრულდა კონცერტით და ფეიერვერკით. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მიულოცო დამდეგი ახალი წელი, შობა და კალანდა და ყველას ვუსურვებ ბედნიერ მომავალს, ჯანმრთელობას, შვიდობას და კეთილდღეობას. ხელოვნების სასახლის წინ მოეწყო საშობაო ბაზრობა, ასევე იყო ბავშვთა სივრცეები და საღამოს დაიწყო კონცერტი როგორც ადგილობრივი შემსრულებლებით, ასევე მოწვეული მომღერლებით. მინდა მადლობა უთხრა საზოგადოებას და მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო დღევანდელი დღის ორგანიზებაში, ასევე საზეიმოდ ავანტეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ძალიან ბევრი ადამიანი დახვდა ჩოხატაურში, რაც ძალიან სასიამოვნოა და სასიხარულო ჩვენთვის შემსრულებლებისთვის და ერთხმად ავითვალეთ 10-დან 1-მდე აინთო ნაძვის ხე, ბევრი ვიმღერეთ, ბევრი ვიცეკვეთ და ძალიან კარგად იყო მორთული, კარგად არის მორთული ჩოხატაურში ეს ცენტრალური მოედანი და არაჩვეულებრივი განწყობა ველით 2025 წელს კეთილის სურვილებით და ჩვენი ოცნებების აღსრულებისთვის დარწმუნებული ვარ, ახალი წელი არ დაგწყვეტს გულს და რა ვიცი, განწყობა ჩოხატაურში იყო ძალიან მაგარი და მივდივართ საოცარი ემოციები და დამოხტული და განათებული და გაბჭყიალებულები და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო გურულად მოკლედ რა.